მოგესალმებით ყველას და გთავაზობთ დღის განმავლობაში მოხდა მსოფლიო შოუ-ბიზნესის საინტერესო სიახლეებს. ჯერ როგორც ყოველთვის ქართული ამბებით დავიწყოთ, შემდეგ კი უცხოეთშიც გადავინაცვლოთ. მომდევნო 20 წუთი მათთვის არის განკუთვნილი, ვისაც აინტერესებს მუსიკისა და კინოს სიახლეები. 15 აპრილი ქართულ საზოგადოებაში ბოლო რამდენიმე წელია სიყვარულის დღედ დამკვიდრდა და ტრადიციულად სპორტის სასახლეში ამ დღესთან დაკავშირებით გრანდიოზული კონცერტები იმართება, რომელშიც ქართული ესტრადის თითქმის ყველა პოპულარული მომღერალი მონაწილეობს. გამონაკლისი არც ამ წელს ყოფილა და მაყურებელს წელსაც სიყვარულის დღე 35-მა ქართულმა მომღერალმა მიულოცა. ძალიან ლამაზი, ტკბილი დღეა ჩემთვის. მე ნამდვილად არ მჭირდება სიყვარულის დღე იმისთვის, რომ შემახსენოს, რომ ვინმე მიყვარს ან შეყვარებული, იმიტომ რომ მე სულ შეყვარებული ვარ და ძალიან მიყვარს ჩემი მეუღლე და ასე რომ ჩემთვის ყველა დღე 15 აპრილი და ყველა დღე 14 თებერვალია. ერთი ლამაზი დღე, მე პრინციპში არ ვარ შეყვარებული და აქედან გამომდინარე არ ავღნიშნავ თქვათ ახლა რომ ვიყო შეყვარებული, ვინმე ჩემ შეულთან ერთად წავიდოდი და ავღნიშნავდი ამ დღეს, მაგრამ სამწუხაროდ ესე ხდება, რომ მე არ ვარ შეყვარებული. განსაკუთრებულ ხასიათზეც ხარ რაღაცა სიყვარულის დღეა, რაღაცა გინდა რომ სულ შენ საყვარელ ადამიანებთან ერთად იყო. საუკეთესო მომღერალი მამაკაცი გიგამი გენერიძე! გიგამი გენერიძე! სხვა კონცერტებისგან განსხვავებით წლევანდელი 15 აპრილის კონცერტი პრემიერებითაც იყო მნიშვნელოვანი. მაესტროს მაყურებლისათვის ცნობილია, რომ კატომ ჩაწერა ახალი სიმღერა, ქართული ვარიანტი კაწელელის პოპულარული სიმღერისა, რომელიც პირველად სწორედ სპორტის სასახლის სცენაზე მოისმინა მაყურებელმა. აჟიოტაჟით და გამოხმაურებებით თუ ვიმსჯელებთ, ამ სიმღერასაც ისეთივე წარმატება დააღიარება ელის, როგორც მის ორიგინალურ ვარიანტს. მინდა ყველას მიულოცო სიყვარულის დღე, თუმცა აქვე იმასაც გეტყვი, რომ მე მგონი ყველაზე კაი იქნება ესე ერთი დღე და ორი დღე რო არ იყოს გამოყოფილი სიყვარულის. მე მგონი ყველა დღე გაითვალისწინეთ, რომ იყოს სავსე სიყვარულის თქვენ ცხოვრებაში. რაც შეეხება გამოხმაურებას და აჟიოტაჟს, ისეთი მოთხოვნა, როგორც ლექსენზე იყო, შეიძლება ითქვას ბოლო რამდენიმე წელია ქართულ ესტრადას არ ახსოვს. სპორტის სასახლე დღეს ერთი სიმღერით 7 მაისს
ბრალდება, რომელიც სულ ახლახანს რეპერისა და მისი პროდიუსერის მიმართ იყო გამოთქმული, თითქოს ლექსენის პოპულარობას მხოლოდ მისი ვიდეოკლიპების სატელევიზიო ეთერით მუდმივი ტრიალი უწყობდა ხელს, შეიძლება ითქვას სრულიად გააბათილა ამ კონცერტმა. ლექსენის გამომოვედი ძალიან მაგარი მიყვარს ეგრეპერი ძალიან მაგარი რეპერი. ძალიან მიყვარს ლექსენი. ველოდებით. თინეიჯერთა ამ დიდი ნაწილისთვის მთავარი იყო ენახა რეპერი. მოესმინათ ცოცხალის შესრულება იმპროვიზაციებით და მასთან ერთად ემღერა მისი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ჰიტი. რაც შეეხება თავად ლექსენს, ის სულ მალე თავის ფანებს უფრო მეტად გაახარებს, როცა მათ სოლო კონცერტს შესთავაზებს. კლუბი კოტონი ამ ბოლო დროს მომღერლებისა და მათი გულშემატკივრების შეხვედრის ადგილი გახდა. ყოველ ორ კვირაში ერთხელ აქ ჟურნალ ვარსკვლავების მთავარი რედაქტორის ორგანიზებით ეწყობა შეხვედრები ქართული ესტრადის წარმომადგენლებთან. ამჯერად მკითხველთა მოთხოვნით მიწვეული იყო გიგა მიქაბერიძე, რომელიც როგორც გახსოვთ, წელს ამ ჟურნალის აქტიურმა მკითხველმა მეგას მუსიკალურ ცერემონიალზე წლის საუკეთესო მომღერლად აღიარა. თუ ესე არაფილოსოფიურად მიუდგებით, მაშინ აზრი არ აქვს არაფერს. ეხლა შეერ კუჯზე შეგიძლია რომ იშიმშილო და მაშინ დაწერო. არ ვიცი, რაღაცა ესეთი მექანიზმია ეს. ხავს მოწაფეები, გიტარას ვამეცადინებ, ვეხმარები, კიდე ახალ ჯგუფებს აყალიბებენ ეს ბავშვები და ასე შემდეგ. ანუ ჩვენ შეგიძლიათ თამამად განვაცხადოთ, რომ ვისაც გინდათ ჭეშმარიტ მუსიკას ეზიაროთ, სხვა თუ არაფერი? არა, ეს ახლა ხმამაღალი ნათქვამია, რატომ? ვისაც სურვილი აქვს, რომ მოვიდეს ჩემთან, ჩემი აზრი გაუზიარო, ჩამოყალიბდეს ისე ვთქვათ, როგორც მუსიკოსად და ბევრი ადამიანი ხედავს ამაში ჭეშმარიტებას. 10 წლის განმავლობაში მისი შრომა დაფასდა, რა თქმა უნდა, მამუკაღუნტის დამსახურება და ყველა სახელით ალბათ დიდი მადლობა მას, მაგრამ ნამდვილად ჭეშმარიტ მუსიკას ემსახურება და ვფიქრობ ეს ნამდვილად კარგია იმისთვის, რომ ახალგაზრდებს გემოვნება ჩამოუყალიბდეს. გიგა წერს იმას და მღერის და ასრულებს იმას, რაც მოდის იმისი გულიდან, შინაგანად და ამას დანახვა უნდა, ამას უნდა მოსმენა. ამას ცოტა სხვა შეხედულება, ამას ვიცი რომ ყველა ვერ გაიგებს. მაგრამ ვინცაც ესმის, აღმოჩნდა რომ ის ხალხი ბევრია. ამიტომაც არის გიგა მიქაბერიძე პოპულარული. კმაყოფილი ვარ, იქიდან გამომდინარე რომ კომუნიკაბილური ადამიანი ვარ და მსიამოვნებს ხალხთან ურთიერთობა და იმ ხალხთან ხო საერთოდ ვინც გაფასებს, შენ შემოქმედებას აფასებს, ჩემთვის ძალიან დიდი პატივია მართლა. როგორც იცით, მოსკოვში გაიმართა მოდის კვირეული, რომელშიც სამმა ქართველმა დიზაინერმა მიიღო მონაწილეობა. ავტოცკვიტინიძე ამ მოსკოვის Fashion Week-ში მეორედ მონაწილეობდა. შარშან დიზაინერი კვირის აღმოჩენად აღიარეს, ასე რომ წელს მის კოლექციას ბევრი ელოდა. დიზაინერს წარმოდგენილი ჰქონდა ნატურალური ქსოვილისგან შექმნილი კოლექცია, სახელწოდებით მარტოობა, რომელშიც მეტწილად შავი ფერი დომინირებდა. როცა პრეს-კონფერენცია იყო, ყველა ჟურნალისტი ფაქტურად მეკითხებოდა, იქნებოდა თუ არა ჩემი კოლექცია ისეთივე ჭრელი და ისეთივე ხალისიანი და ისეთივე დატვირთული და მე სპეციალურად გავაკეთე ისე რომ კოლექციის გაგრძელება არ იყო, ანუ ჩემი კოლექცია არ იყო უკვე ჭრელი, იყო აბსოლუტურად ტონებში დაცული და ძირითადად მიმუშავე კონსტრუქციებზე. 150 ადამიანი დაახლოებით დარბაზში ვერ შემოვიდა, იმიტომ რომ აი ამ მოლოდინისგან პრესა წერდა უკვე რომ აი როგორც იქნა დაიწყო ამ კაცის ჩვენება, მოკლედ ამდენი ხანია ველოდებოდითო და შეიქმნა ესეთი აურა
ინტერესის და უკვე რომ დაიწყო მუსიკა და აბსოლუტურად სიბნელეში დაიწყო გოგოებმა გამოსვლა, აპლოდისმენტებით მივხვდი უკვე რომ ჩვენება მართლდებოდა. შესრულებული იყო ძალიან ძვირფასი მასალებით, ნატურალური მასალები იყო, გამოყენებული იყო შალი, ბეწვი, აბრეშუმი, შეიქმნა კოლექციისთვის არაჩვეულებრივი ფეხსაცმელი და აქსესუარები, რომელმაც საკმაოდ ძალიან დიდი ინტერესი დაიმსახურა და რამოდენიმე ჟურნალმა მოაწყო სპეციალური გადაღება ამ ფეხსაცმლის და აქსესუარის. ისევე როგორც გასულ წელს ამჯერადაც ავდოც კვიტინიძემ საკმაოდ დიდი აღიარება მოიპოვა და მას არაერთი საინტერესო პროექტით შესთავაზეს. მივიღე უკვე ოფიციალური მოწვევა, ანუ მაისის ბოლოს ტარდება ერთი საქორწილო კაბის ჩვენება, სადაც წარმოდგენილი იქნება მხოლოდ 4 დიზაინერი რუსეთიდან და მათ შორის მეც წარმოვადგენ აი ამ მოდელს. ანუ ყველა წამყვანი ჟურნალი ერთად შეერთდა და აწყობენ აი ამ ერთი კაბის ჩვენებას.